Aye, let's go. Can I buy a beer? Everybody's walking with their cups. Do I need to buy the cup or how does it work? 50 crowns by cup. That's okay. Can I have two? Thank you. Can I have a cherry beer? Ძალიან დებილობა. თქვენ იმაჟოთ მეგობრებო. I am Ludis და ამ ხალხის ფონზე მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩეხეთის ვლოგში. მოგზაურობა გითხარით, მაგრამ არა უშავს. შეგახსენებ და გეტყვით, რომ ჩემი გენერალური სპონსორი არის Leader Sport და ძალიან დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის. ასევე უღმესი მადლობა Soccer-ს მათი დახმარებით გზავრობა ამ ხელა დისტანციაზე. ასევე უღმესი მადლობა Tegeta Motors, რომელიც არის მოტოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ასევე მხარს მიჭერს. და უღმესი მადლობა ჩემს საყვარელ Snacks, რომელიც თავისი პატარ-პატარა სნეკებით მომარაგებს. პირველი მოვიდით Harley Davidson-ის შოურუმში, ერთ-ერთმა Harley მოაყედა. ეხლა მინდა გაჩვენოთ ეს რანაირი Harley არის ამაში. ანუ ბაიკი მაღლდებოდა და დაბლდებოდა სპირალს ხედავ. მეგობრებო, რამდენად მიხდება მითხარით. ვიყიდო მეგობრებო, დავითრიო. კომენტარებში დავწეროთ დავითრიო თუ არა. ეგრევე წამოვიდეთ. შოურუმის დასაწყისი მომწონს, ეხლა წავიდეთ, შიგნით შევიდეთ, ნახოთ რა ხდება. Oh my god. ბიჭო, რომელი ვიყიდო, აი ყველა მინდა. აი ეს მინდა ძალიან, აი ეს ეს ჩემი ახალი ხელია, რომ ვიცოდეთ, ამით შემინდა მეგითითოთ რა მინდა და რა არა. ეს მინდა, ეს მომწონს, კარგია. აი ესეც მინდა, რაღაცნაირი ვიკინგურია. რა თქმა უნდა, Harley-სთან ჩონჩხები და ცეცხლები ძალიან ახლოს არის და უნდა კონდეს მე თუ მკითხავ. და აი ეს მომწონს კიდე ძალიან. ულამაზესი მწვანე რაღაცნაირი ჯარისკაცული მწვანე არის. რაღაცნაირი დახვეწილები არის, აი მაგარია რა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, მე Harley-ზე არაფერი განსაკუთრებული არ ვიცი, მაგრამ წავიკითხავ და მოგიყვებით ახლა. არც მე მოგაწყენს დეტალური ინფორმაციით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ Harley Davidson-ი 1903 წელს ამ ორმა მეგობარმა შექმნა და ის უკვე საუკუნეზე მეტია თავისუფლების, დაუმორჩილებლობის და უსასრულო გზების სიმბოლოა. კალკე თავისი მაღაზიაც აქვს და მოდი შევიდეთ ნახოთ შიგნით რეები იყიდება. როგორც მოტოები, ისევე აქსესუარებიც არის. მოვიზომოთ Harley-ს რომელიმე კურტკა. კლასიკურ ფერებში იყოს, ხო ეს? ხო ეს კლასიკური ფერებია Harley-ს. ჩემი ზომა თუ არის, თავარია ცოტა მომატებული მაგ და გოგო რა იყო? აი წავიდეთ ხო გასაც გოგოსი არა. კამერა ქალო გამოვყევი. აი ეს მოტორი მინდა. всё, მივაგენით კაცების სექციაში მოვიდით. დიდი მადლობა. დიდი უკაცრავად. შევაფასოთ. კომენტარებში დავწეროთ ერთთანათამდე შეფასება. როგორ მიხდება? ვაუ, ძალიან ბევრი სტილი მიხდება მე თუ მკითხავ ესეთი მოხდენილი ტანი მაქვს რა, კიკი დავით, მიდი შეაქეშენი თავი უფრო აიმაღლა ეგო. ვინც არის წოდით, გეტყვით რომ მე პირველი მოტო დავიწყე ჩოპერის სტილის ტარება. ასე რომ ეს სტილი ძალიან მომწონს. უბრალოდ თვითონ მოტოციკლეტის ტარების სტილი არ მომწონს, როგორც ჭირდება Harley-ს და მაგიტომაც არ ვიყენებ შესაბამისად ესეთ ჩაცმულობას. თუმცა ძალიან მომწონს, სახში მაქვს კიდევაც ესეთი კურტკებიც და მოსაცმელებიც, მაგრამ ჩემი ვაიმე მირჩევნია და ვაიმეს ესეთი რაღაცები დიდად არ უხდება. ეს ისეთია რა, მაგრამ მე თუ მკითხავ უბრალოდ დაპატარებული ვარ, კურთები აღარ მაქვს, ხელ ორი თვე არ მივარჯიშე აქ წამოსული ვარ ფიზიკურად, არ ცალია ხო ხთებით. ფაქტი ჩემს შესახებ ძალიან მიყვარს შოპინგი, ოღონდ რო არ ვყიდულობ, უბრალოდ ვათვალიერებ. Windows shopping-ი ქვია? Windows shopper-ი ვარ. ახლა მან არის, მე რაღაცა უნდა ვუყიდო. მე ხომ უნდა ვუყიდო ზარი, რომელიც არ აქვს თავის მოტოციკლეტზე. Can I check? You know a story about this? Of course. Yeah, okay. I have one. Okay. I want to get for her. Okay. ესეთი მე გვიძალაზია. Ragile, tati. მომეცი. ხოდა მოუყვე ხალხს რა არის, რას გაწევს საერთოდ. Bye. მოგლედ, აი ამ ზარების ისტორია არის შემდეგი. რეალურად ამ ზარის ყიდვა შენ არ შეგიძლია, უნდა გაჩუქო. რო გჩუქნია, ბევრად უფრო ძლიერი ეფექტი აქვს, ასე ვთქვათ. ეს არის წესი და ტრადიცია. ეს არის უნდა ჩამოკიდო მე იმ ადამიანის მოტოციკლზე, ვისაც ჩუქნია, ანუ შენ უნდა ჩამოკიდო, თვითონ არ უნდა ჩამოკიდოს და სიმბოლოა იმისი, რომ დაგიცვას, აგარიდოს ცუდ მოძრაობას, ცუდ გზებს და გატაროს უსაფრთხოდ. ასევე თუ სიტყვაზე სიარულსაც დაგეკარგა, ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დიდს აგაცილა. ანუ თუ გადაკარგე იდეაში კარგი არის. დავიდეთ ახლა ვაჩუქოთ ჩემ გალბატონს, გალბატონო მოდი აქ. და არის აბა. ვიცი და თაშ. დავაზია. ოქცას. კარგად ავარჩიე? მაგარი ვარ? შენ კარგად არჩევ.
გაიგეთ, მე კარგად ვარჩევ რაღაცეებს. შეიძლება შენეძენი ჩემთვის არა, მაგრამ ჩემ ქალბატონს უყიდე, ასე რომ მისია შესრულებულია, წავედით ახლა შემდეგ აქტივობაზე. ეს არის ფრანც კაპკას მოძრავი თავი, რომელიც არ მოძრაობს. რატო არ ვიცი? კი სერია შეიძლება გაშიშებული. ამ დანაყოფებს რასაც ხედავ, წესით ყველაფერი ცალსაკე უნდა მოძრაობდეს. ჩვენ რო ყავს რა, ქეთო და კოტე თუ ზეზო თუ მზია და თუ შაქვე იმათა. ნოდარი და სალომე. აი ეს ფენებიც ეგრე მოძრაობს რაღაცნაირად. ფრანც კაპკა გახლავთ ჩეხი მწერალი, რომლის ცხოვრებაც ძალიან ტრაგიკული იყო. უმკაცრესი მამის ხელში განადგურებული თვითშეფასება ჰქონდა, იტანჯებოდა დეპრესიით, შფოთვით და მისი სიცოცხლის საბოლოოდ 40 წლის ასაკში ტუბერკულიოზმა შეიწირა. ცხოვრებაში თავისი ნაწარმოებებისგან წარმატებაც კი ვერ ნახა, ხოლო სიკვდილის შემდეგ მისი მეგობრის მაქს ბროდის დახმარებით გამოქვეყნა კაპკას ნამუშევრები და მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ფრანცის აბსურდულად მოსახსენიებელი წიგნები. რამე ხო არ უნდა უკნა, ტაში ხო არ უნდა დაუკრა, მოიცავცადოთ. გადამიღე ტაში უნდა დაუკრა. მე მგონი ტაშზე უკრავს ესა. დიდი ტაში არ იყო უკაცრავად. ორი ტაში? არცა. აშვებ, არც ეს დიაში. ვიღაცამ დაუკრა შემსავი ტაში. აი ესე გიჟებს აყვებიან. კაიგე, ერთი გიჟით სადაც, იქ მეორეც არის. ვიღაცამ ტაში დაუკრა შემსავი. რა ეგონა, ხა მარტო დატრიალდებოდა? ვერა ეს ხალხი. კაპკა ბიჭო, რა გჭირს იმოძრავე ცოტა. გაიხსენი ხერხემალშით. კისრის მალები გაახახუნე იქით-აქით. აი დატყიალდა, რა მაგარია. ვაუ. ცოტა სახე მიეზილა, მაგრამ არა უშავს, ეგეთია ხანდახან. ეხლა მივდივარ პრაღის დიდაში მთავარ მოედანზე, სადაც ულამაზესი სანახაობა დაგვხდებათ. ეს ადგილი დაამტოს იმით, რომ ესეთი რაღაცნაირი შესახედავი მშვიდი რაღაცნაირი ნაგებობა, რომელიც ძალიან დიდებულია და უცებ იქით გაიხედავ და დრაკულა შენობა ლავის. ახლა კონტრასტი არის შენობების სტილებს შორის, ანუ ეს რომელიც მოთხედო არის, დიახ, დიდი მადლობა. და იქით როგორც წვეტიანია ყველაფერი და ჩაშავებული. მაგარია რა, რაღაც უცხო რაღაცების ნახვა რა. მაგრამ აქ ჩემ თავს გამოვიჭერ და ვიტყვი რომ რაც სანახავი მაქვს ჯერ ის არ მაქვს ნანახი. გულსხმობასო საქართველოში ძალიან ბევრი რაღაც არ მაქვს ნანახი და ძალიან არ მსიამოვნებს ეგ ამბავი. თუმცა გამოვასწორებ, მაგრამ ყოველთვის საიდანაც უნდა დავიწყოთ, ხო? ანუ მიზეზი ბევრი შეიძლება არსებობდეს, რატო აქამდე ვერ გავაკეთეთ ეგეთი რაღაცები, მაგრამ თავარია რომ არ ზუსტად გვიანი და რაღაცები ახლები გავიგოთ და შევიცნოთ და გავიცნოთ და სხვასაც გავუზიაროთ. რატომაც არა. რა თქმა უნდა, აქაური ტრადიციული საჭმლის დაგეროთ რომ მოვიდა და აუცილებლად ტრედელნიკს დავაგემოვნებთ. რომელიც ჩვენთან ლუმიერსია, მაგრამ აქ არის ტრედელნიკი. პროსტები ამათიანე და მოდი ჩავთ. I'll take one banana and Nutella. Okay? Thank you. Twitch-ის banana და Nutella ვიცი? აქაც banana და Nutella გავსინჯოთ. აი მეგობრებო, მოვიდა. იგივენად გამოიყურება როგორც ქართული. ეხლა თავარია გემო როგორია, ნახოთ. ნაყინი გავსინჯოთ, რა პრობლემაა? რეგარია. აქ თავარი არის როგორია ცომი. არის თუ არა იმ დარეჩინის გემოთი, რაც უნდა გქონდეს. ჩემი კაი ცომის გასინჯვა ასე რთული ყოფილიყო, ცხოვრებაში არ მქონია ეგ შემთხვევა. მე მინდა მოდუღნული წვერულაშით ლუმიერს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ რა გემრიელი ლუმიერსები გვაქვს. ეს რა? არა გემრიელი, ჩორბული ცომია, შაქრიანი. მაგრამ მაინც შეჭარ, რა თქმა უნდა, ხო? დარეჩინის გემო საერთოდ არ იგრძნობა, ვიცი რომ დაშვილი. ეწუწება. დაგეწუწა დებილო. ვაიმე. არა უშავს. ვიღაცას ნათქვამია ყველაზე გემრიელი ეს ტრედელნიკები არის საქართველოშიო და აბსოლუტურად ვერ თანხმები. სამი წვეთი მაქვს უკვე. არ იყო საჭირო. საფეცე მომიტა. ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად ამ მიზეზით არ ვაკეთებ ჭაბის კონტენტს. ის კი არა რომ ერიდება. უბრალოდ ლაქის გარეშე ტანსაცმელი აღარ დამრჩა. კიდევ დავაზუსტებ რომ ლუმიერსი 20 ჯერ ჯობდა ამ ტრედელნიკს და მგონი დროა ჭამას შემეშვა და მოტოთის სეირნობაზე გადავიდე. დავბრუნდი ხარლიში, რომ გავატარო ხარლის ერთ-ერთი მოდელი მოტოციკლეტი და გავაკეთო ტესტ დრაივი. ხარლი მეგობრი არ მიტარებია იმ წინა წელს რო ვიარე მაგის გარდა. ხო და ნახოთ როგორი გამოცდილება იქნება, ძალიან მაინტერესებს. თან რა თქმა უნდა ყველაფერს გადავიღებ და აბსოლუტურად ყველაფერს გაჩვენებ. მე განხილვასაც გავაკეთებ, ჩემი განხილვა იცით რომ ძალიან მაგარია. მოდი არ გავიხსენოთ ვისაც გახსოვთ, ყველაფერს გაჩვენებთ ახლა წავედით. Okay. Let's go. აი, წავედით მეგობრებო.
მიმიშვით რა ჰარლით კი ვარ. არ დამეჯახოთ გეხვეწებით test drive-ზე რა გამოსული. ხარლი ხოძეა მომწონს. ავიხსენოთ ახალგაზრდობა რა, თავიდან რო ვიჯექი კრუიზერებზე. შესაძლოა ძალიან ჩუმი ჰარლი არის, ასე არ ხმაურობს ისე როგორც მოველოდი. სტოკი ხო არ უყენია, ერთი ნახოთ რა. მე ცნობილი მწოდნე ჰარლების სტოკი უყენია. კი, უეჭველი. თუ არ უყენია სტოკი, არაფერი არ მითხრათ, იმიტომ რომ არ ვიცი. აუ, ძალიან მარტივი სატარებელია. შევარდ მიღოღავ, მიგორავ. საერთოდ პრობლემა რა, ბალანსიც კი არ გიწევს დიდად არაფერი. კი მძიმე არის იდეაში, მაგრამ სიმძიმის ცენტრი აქვს ძალიან დაბლა და შეგიძლია აი ჩვეულებრივად მართვა აბსოლუტურად. საერთოდ არ წუხდები ამის ტარებისას. დავთ გეძმა. ინა ვიგაზაოთ. მე უფრო შხარი ვარ. აი თუ არ ჯერა. უკაცრავად გავგიჟდი. ოდიში რა, ვერა დაგელო მეჩქარება. ბავშვი ვყავს ორსულად. მოდი ახლა ტრასაზე გავიდეთ და ვნახოთ როგორია მაღალ სიჩქარეზე. არ წაიქცე გეხვეწები. კარგი ხარ. აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო GoPro Club Georgias. მათი დახმარებით ვიღებ ასეთი კარგი რაკურსით ვიდეოებს, რადგან სამაგრი ჩაფხუძე მათ გამიკეთეს. ასევე ძალიან კარგი მუსიკებს უსმენ სცენას დახმარებით, ისიც მათი საჩუქარია და თქვენ თუ დაგჭირდათ მსგავსი ნებისმიერი სახის დახმარება, მათი ლინკი აღწერაშია და შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ. სამი მეგობარო. ეს არის მოკლედ რაღაცა ჰარლიო, ვიღაცის გლაიდიო, ან ქუჩის გლაიდიო, ან ქვედა გლაიდიო, ვერ გავი რაღაცას გლაიდაობს. ხო და მაგრა კი დადის, მაგრამ მართლა მაგრა გლაიდაობს, მომწონს, ხო ჩაღმიდი ასე იგლადავე. ის ჰარლი გამიადგი. რა აგრესიული ჯდომი და მოძრაობის მანერა. იმენა მენსპლეინინგია ჩვეულებრივი. ფეხები მაქვს გადაჩაჩხული, ხელებით აი იმენა ვანიავე ყველაფერს. ძალიან დიდი ბოდიშით ეხლა ეს რომ თქვი. დავიკიდეთ, გავაგზავნეთ. ანარქიისა შვილი ვარ გეფიცებით რა. Into this world all alone. Gotta take your soul. მოდი აქ შევხვდით რა ხდება არ ვიცი ნახოთ. უბრალოდ ამისა ჩერებელია. ყავის დასალე, აუ ყავის დასალე. ჩემ, აქ თუ არ გავაჩერე. მოდი ერთი ჰარლიკას ედითი გავუშვათ, რაზე ვზივარ და რითი მოძრაობ. აგარი ჰარლიკი მყავს რა. ეხა რევი მიმოხილა მეგობრებო. განვიხილოთ ეხა რაზე ვზივართ. ჰარლი დავიდსონი. ჰარლის და დავითის შვილიო. ოდიში გვეყოფა, აღარ გვინდა მაიმუნობა. ეხა აქ შევიდეთ რა მაიმუნობა ხდება, არ ვიცი, რაღაცა ხდება. ყველა აქ ჩერებს და მოდი შევიდეთ. სასოსისია ბიჭო. ჩვენ თორე ვარ ცნობილი სასოსისი, იგივე თემა აქაც. დავაი დავაგემონოთ რა თქმა უნდა. მაგრამ არასდროს გადახსა არ ექნებათ ეხა აქ. აუ, დაგვერხა. ვერ ყიდულობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ევროს აიღებს ქეში მაქვს 10 და იმედი მაქვს რომ ევროს გავამართოს, იმიტომ რომ აშკარად ბარათი არ აქვს. დასაყოლელი ჩანს, მაგრამ თან ძალიან მეშინია. მგონია რომ გამიბრაზდება. Hello. Can I pay in euros? Can I pay? Yeah. Can I pay more? It's okay. The big one. The big one. Pechena klobasa. Yes. Bread and the juice? Okay. Thank you. The black one. In the cup. Oh, yeah. Small. Thank you. რა ვიღეთ უწოდენ? Yes. No, I'm okay. It's okay. No, it's okay. თეკვებილია. ორი გეკუთრის შეგილია. Thank you. ოპა, კარგად გამოიყურება. დავედით შემდეგ და მოვუჯდეთ აქ. აი ესე. ოპ და ოპ. აი ესე გამოიყურება ჩვენი ჩეხური პრაღის რაღაცნაირი სოსისი და მაინც ეს გავსინჯო ხა როგორ იქნება. ჯერ ეს გავსინჯოთ რა ვიღე. არ ვიცი რა ვიღე. აი როგორ ჩასამოს ხელი ვჭამთ. ჩემი ბინძური ხელებით ძალიან კაი. უაროს ხელი. აი ეს გამოიყურება რაღაცნაირი ყვითელია შიგნით, მაგარი ცხელი და მაგარი ცხიმიანია.
დამეწვა ყველაფერი. აუ, 3 დღე საჭმლის გემოს ვეღარ ვიძნო. ძალიან მარილიანია, ძალიან ცხიმიანია. რა მეწონი თუ არ გაქვთ თან ძალიან ცივი, ვერ მაგინოთ. ვერ გაგინეიტრალებს იმას რა ქვია. აპრაკი დამოიწვა. დავიკიდეთ. ვაიბი ჩვენ არის ასოსისესი აქვს ზუსტად. ამას აგნახებად წამლის გემო. არ ცივია და ძალიან გებრელია. იდეალური გლუთთან მისაყოლებელია და ფეხბურთს უნდა უყურებდე. მართალია მე ფეხბურთს არ უყურებდი, არ მაინტერესებს, მაგრამ აი რაღაცა ეგეთი უნდა ქნა რა. ძალიან გაია. კაი იყო, წავედით. წავედით. ოპა! მაგარი ნაკალბასარი ვარ. კაი, წამლის გემოიანი წვენის დაალებული, მაგარი კარგი იყო. დარეფრეშებული, ენერგია აღდგენილი, ცოტა წონაში მომოტებული საბადო ენაბლუ ისე ვარ. და წავიდეთ დაუბრუნოთ ამ კაი ხალხს ეს თავისი ჰარლი რა. სალამი ჩაო. ოხა ჯიგულათა. ჰარლები ერთმანეთს ვესალმებით, ხო იცით ეს ტრადიციაა, რომ აი ჰარლი არ უნდა გამაზოს რა, მე როგორც აი ძირძველი მე ჰარლე, როგორც ჰარლის мама, ხო იცით, არა პრობლემა არ არის. ყოველთვის ჩემ ჰარლებს მივესალმები რა. აკნა, ვითონამე. დედა რა აკნა. აუ, სად ვერ მოვასწარი გატესტვა? დავავიწყდა. რა ბოთი ვარ იმენა. აუ, სპორტ მოუდი ძალიან იდგავს. აი, კალბასების ჭამაში რო ხარ გართული დავით რა. მოტოსა ტესტამ და დაგავიწყდა ყველა მოუდი შემოწმება. ყოჩაღა, აი მაგარი ხარ. ვაიმე. უკან გადავაგდო ფეხები არ შემაწევინა. ყველაფრის თქმა დავით არ არის საჭირო. ხანდახან ტუნში დაიტოვე, რასაც ფიქრობ და რა მოაგდო ენიდან. აი, შევაყენოთ, დავაბრუნოთ თავის ადგილას. სალამი მოვედი. ოპა, ძალიან მომეწონა ჰარლი. მოკლედ რო თქვა პრაღაში თუ მოხვდებით, შეგიძლიათ ჰარლი დევიდსონის შოურუმში მოხვიდეთ, იქირაოთ, რამოდენიმე დღით მოტოციკლით და შეგიძლიათ ტესტ დრაივზეც გაიყვანოთ 3 საათით საერთოდ უფასოდ. უბრალოდ 400 евро დატოვება მოგიწევთ ასე ვთქვათ დეპოზიტად. რეალურად აქედან შეგიძლია ყველა არჩიო, უბრალოდ რაღაცები დაკავებული იყო და მაგიტო სხვა ვერ ავარჩიე. თუმცა ესე ძალიან მომეწონა საერთოდ არ მინდა და სიმართლე გითხრათ სხვაზე დაждომა და მოკლედ ძალიან ვისიამოვნე ამ გამოცდილებით. ეგ არის ახლა შევა დაუბრუნებ გასაღებს და всё. დევანდელ ტესტ რაიდს წარმატებულად და დასრულებლად ვაცხადებ. ჰარლი დევიდსონის განსხვავებული მოდელი ლადომაც გატესტა და თუ რატომ ესხმეოდა შუატარებისას ბენზინი ამას მის არხზე გაიგებთ? რა გაგება რა ბიჭო, გადავიღე, გაეპარა. ბენზინია? და რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადავინაცვლეთ იმ ძალიან ცნობილ ქუჩაზე, სადაც ვერც ერთი ბოდიბილდერი გვერდით შემოტრიალების გარეშე ვერ გაივლის. ბლოგის ბოლოში ყველაზე წვრილ ქუჩაში თუ არ გავიარე პრაღაში, რა მამულია, მწვანეა, შეგვიძლია წავიდეთ და სანამ მე აქ გავდივარ მეგობრებო, მე შეგახსენებთ რომ გამოიწროთ არხი, ძალიან დიდი მადლობა ვინც გამოიწერ. გეტყვით რომ ჩემი გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, ძალიან დიდი მადლობა მათ და სპონსორებისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე ჩემი სპონსორია სოკარი, უღმესი მადლობა მათ ამ გვერდში დგომისთვის. ამასობაში მორჩა ეს ჩვენი ევიწრო ქუჩა, მოტრიალდების ზევით არიში გავაგზავნებ დანჩენ სპონსორებს, ასევე გეტყვით რომ ჩემი სპონსორია Tegeta Motorsi და უღმესი მადლობა მათ ეგენი არიან მოტოლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში და ასევე უღმესი მადლობა Snacks რომ ასევე გვერდში მიდგას და ჩემი მეგობარი გახდა. უღმესი მადლობა ამ მოტო სპონსორს თქვენ და subscribe-ეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ და ლაიქეთ, გავუზიარეთ მეგობრებს და ამით გემშვიდობებით პრაღის ბლოგიდან. ნახოთ.